ლაშა მოგესალმებით, როგორც შალვა არის? მოგესალმებით, შუადღემშვიდობის კიდევ კარგი მირთმევა არ გვასწავლა პირდაპირ ეთერში. ხო, კი გითხრა როგორ უნდა. ძალიან გაგვიჭირდებოდა მე ეთერი გაგრძელება, იმიტომ რომ ამ კლუბდარს ისევ მივაჩერდით ყველა რომ რთული იქნებოდა ნამდვილად. მოკლედ, ძალიან საინტერესო თემაზე. ახლაც მიჭირს, მაგრამ სხვა მიზეზების გამო საინტერესო თემაზე მოგვიწევს დღეს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ქართული ფეხბურთის კომაგებისთვის და ალბათ მშობლებისთვის განსაკუთრებულად ახალგაზრდა ფეხბურთელების, ესე იგი საფეხბურთო კლუბი მილანი საქართველოში მილან ჯუნიორ კემპს 2026 წელს უკვე მეორედ გამართავს. პროექტმა სტარტი გასულ წელს აიღო და საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე მიმდინარე წელს განახლდება პროექტის ფარგლებში 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველ მოზარდებს შანსი ექნებათ მილანის ოფიციალური მცველების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარონ სრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც მილანის ყველა ოფიციალური გუნდი გადის მოსამზადებელ პროცესს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მილან ჯუნიორ კემპის პროექტის ორგანიზატორი და ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო აგენტი გიორგი ფოფხაძე მოვიწვიეთ სტუმრად. მოგესალმები პირველ რიგში შუადღემშვიდობის. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემაა. თან მილანთან ქართველ კომაკს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად პირველი ჩემპიონთა ლიგა ამ კლუბს უკავშირდება ქართული დროში და გვინდა არ გვინდა ეს კლუბი ყოველთვის რჩება ჩვენს მეხსიერებაში. კემპის ჩატარება უკვე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და როცა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ ხელმეორედ ხდება, ნიშნავს იმას, რომ პირველმა ცდამ ჩაიარა წარმატებით. საიდან გაჩნდა საერთოდ ეს იდეა და როგორ გაიარეთ ეს მოსამზადებელი პერიოდი უშუალოდ კლუბთან, იმიტომ რომ არ არის მარტივი ასეთი დიდი კლუბის საქართველოში ჩამოყვანა. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. კი, გეთანხმებით, ნამდვილად მილანი არის რაღაცა დიდი ისტორია, რომელიც რა თქმა უნდა ასოცირდება ჩვენ ქართველ რაღაც დოზით ქართულ ლეგენდასთან, რა თქმა უნდა, კახი კალაძესთან, რომელმაც მართლა დიდი ისტორია დატოვა და ალბათ ეს არის ყველაზე ეს იყო ის რატომაც ალბათ გამორჩეულად უყვარს ასე თუ ისე მე პირადად ნამდვილად იმიტომ რომ კალაძეს გამო შემიყვარდა ეს კლუბი და კი, ალბათ კი არა, ნამდვილად ეგრე არის და დიდი ისტორია აქვს, ძალიან დიდი კლუბია და ჩვენ ამ კლუბთან მუშაობაზე გვინდოდა ძალიან დიდი ხანია, რაც დაგვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო საქართველოში, ყოფილიყო აკადემია მილანის. დიდი ხანიას დაწყებული გვაქვს, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო იწელებოდა, მაგრამ ისევ ჩვენი ვაჟკაცი ქართველი ბიჭების დამსახურებით ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან დაჩქარდა. საგისარაკლებო წარმატებამაც ხელი შეუწყო კლუბთან მოლაპარაკებას და მე რო გამარტივდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცას როცა უხსნი აჯერებ კი, რა თქმა უნდა, იქ დიდი მნიშვნელობა იყო კახას როლიც, მანამდე ისე აქვს ნათამაშები, მაგრამ მაინც ცოტა რთულია დააჯერო თუ როგორი წარმატებული ვართ, კი ბატონო, როგორი წარმატებულები ვართ სპორტში. მაგრამ საბედნიეროდ მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო და ამ წარმატების მერე ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ძალიან დაჩქარდა და გადაწყვეტილი ქონდა, რომ გავეკეთებინა მილანის აკადემია, მაგრამ ესე მარტივად ეს არ კეთდება. პირდაპირ აკადემიის გახსნა არ ხდება ხოლმე და ჩადი გახსენი არ კეთდება და ამი გადავწყვიტეთ, ანუ პირველი ეტაპი იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო მილანის კამპი და ეს მოხდა შარშან გაკეთდა სექტემბრის პერიოდში. ეხლა გვიწევს უკვე მეორე კემპის ჩატარება, ვაპირებთ 17 ივნისს ვიწყებთ 22 ივნისის ჩათვლით და ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ იტალიის საერთაშორისოს აქვს ძალიან დიდი როლი, რომელიც გვეხმარება ამ ყველაფერში და ასე ვთქვათ, ვემზადებით უკვე და მზადებაში ვართ. კი ბატონო, რამდენმა ბავშვმა მიიღო პირველ გასულ წელს მონაწილეობა და თუ ელოდებით მონაწილეთა ზრდას და არის თუ არა საერთოდ ადგილების შეზღუდული, იმიტომ რომ ასე დროს აუცილებელია რომ მაყურებელს და მშობლებს მიუწოდოთ ინფორმაცია, რომ მე არ დარჩეს ვინმე გულნათკენი, ვინც ვერ მოასწრებს თქვათ მომზადებას. კი, სადღაც შარშან ჩატარდა 150 ბავშვიდან 180 ბავშვამდე იყო, თუ არ ვცდები. ეს არ იყო მარტო თბილისი და ჩვენი რაიონები, იყვნენ ძალიან რამოდენიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები ასევე და გონია რომ ეს რაღაცა
პირველ კაიმს იმხელა იმდენად კაი გამოხმაურება მოყვა რომ ჩვენ ასე ვთქვათ რომ გადავწყვიტეთ რომ კიდე მეორე ჩაგვეტარებინა და ვემზადებით მგონია რომ უფრო მასშტაბური იქნება და რაღაცა უფრო დიდი იქნება ალბათ ვფიქრობ რომ სადღაც 250 ბავშვზე უნდა ჩატარდეს ანუ რაოდენობა შეზღუდულია და ვთქვათ როცა დაიდება თქვენს ოფიციალურ გვერდზეც დეტალური ინსტრუქცია როგორ ხდება რეგისტრაცია კარგი იქნება თუ მშობლები საწყის დღეებშივე მოახერხებენ თავის მობილს იმიტომ რომ შეიძლება მე ადგილები აღარ დარჩეს. ანონსი დადებულია კიდევაც ჩვენ მილანის გვერდზე ყველაფერი გამოტანილია და უკვე ყველას შეუძლია მიიღო მონაწილეობა და დარეგისტრირდნენ. კი ბატონო, გიორგი შენ ახსენე აკადემიის გახსნა. რამდენად ახლოს ვართ ამ ასე ვთქვათ ხელის ჩამორთმევასთან მილანის კლუბთან, იმიტომ რომ მილანის აკადემიის გახსნა საქართველოში იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და პრაქტიკულად მილანის აკადემია რომ გაიხსნება უკვე დერბი დელა მადონინა საქართველოში უნდა კონდეს ნებისმიერ შემთხვევაში და თან რეალურად ასეთი აკადემიები იძლევა იმის საშუალებას რომ ამ დიდმა კლუბებმა პრაქტიკულად პატარა ფილიალები გახსნან სხვადასხვა ქვეყანაში და წარმატებული ნიჭიერი მოთამაშეები წაიყვანონ თავიანთ კლუბში მით უმეტეს თუ წლების წინ ქართველების ევროპულ ასპარეზზე გამოჩენა ბოლო პერიოდში ცოტა რთულად წარმოსადგენელი იყო. დღეს ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი უკვე ტოპ ჩემპიონატებში ყავს და არავიზე ნაკლებ დონეს არაჩვენებენ. ამიტომ ალბათ მაყურებელიც ელის როდის შეიძლება რომ დაანონსდეს უკვე ოფიციალურად აკადემიის გახსნა, რამდენად ახლოს ვართ ამას? პირველ რიგში მინდა რომ ხაზი გაუშვა და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არა მარტო მნიშვნელოვანი ის რომ თქვა რომ მილანის აკადემია უნდა იყოს, რაც უფრო მეტი ესეთი ტოპ გუნდების აკადემიები იქნება ქვეყანაში ეს არის რაღაცა ხიდი რომელიც ჩვენ მომავალ თაობას უხსნის გზას ამ ტოპ კლუბებში და მგონია ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად რო ავიღოთ დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები არის და 75% იყო წამოსული მარტო დინამოდან რომელსაც ეს დინამოს აკადემია გავლილი წარმოიდგინე და ჩვენ რო აქამდე ეს დიდი ფუფუნება ქონოდა რაც უფრო მეტი ესეთი აკადემია შეიქმნება მგონია რომ ეს ჩვენი მომავალი თაობები უფრო რაღაცა განსხვავებული და უფრო რაღაცა სხვა თაობა წამოვა, იმიტომ რომ მეც რაღაც არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ რაღაც მეც გაზდილი ვარ და ეხა ხო ვიცი და ვხედავ ეს ტოპ ქვეყნის გუნდები სად ბავშვები როგორ იზრდებიან და მე რა გზამა გამოვლილი და აი როგორ გითხრათ სადა დედამიწაა და მე მინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა ეს რაღაცა დიდი და ეს კაი მნიშვნელოვანი პერიოდი, რასაც ეს ასაკი ქვია ამ 6 წლიდან ამ რაღაცა სწორად გაიარონ და აქ ჩაყელს აძერკოს აქ უდიდესი მნიშვნელობა მე ვინ როგორ გააგრძელებს. სწორედაც ეს არის ჩვენი ხედვა კი მილანთან ყველაფერი ჩვეულებრივად მოწერილია, გაფორმებულია და ეხა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. ეს კემპები არის ჩვენთვის გამოსაცდელი, ასე ვთქვათ, წამლილი თუ კარგად გავივლით ამ ყველაფერს. კიდე უფრო რეალური გახდება აკადემიის გახსნათან. შენ დინამოს აკადემიაში შეხედა რეალურად ის თაობა, რომელზეც საუბრობთ, ამეთანხმები მაშინ ესპანელების გუნდი მუშაობდა და ამ ევროპულმა მიდგომამ ფაქტია რომ სწორად აღზრდილი მოთამაშეები მოგვცა და შესაბამისად დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპული ფეხბურთის გრანდების მესვეურებმა მისცენ სწორი მითითებები ქართულ ფეხბურთელებს და სწორ გზაზე დააყენონ. იმიტომ რომ ამის გარეშე რაც არ უნდა დიდი იყოს ნიჭი რთულია რომ წარმატებას მივაღწიოთ სოფლიო ასპარეზზე. ნამდვილად ეგრეა. მოკლედ კიდევ ერთხელ დავუანონსოთ მაშინ მაყურებელს რომელი რიცხვიდან რომამდე იქნება რამდენი სპეციალისტი ჩამოვა და რას უნდა ელოდოს ქართველი გულშემატკივარი და შენთვის და როგორც საფეხბურთო აგენტისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ესეც გითხარი მსგავსი კემპები ფეხბურთელების აღმოჩენისთვის. კი ბატონო, გეტყვით 17 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება ეს კემპი, სადაც მიიღებენ იტალიელი სპეციალისტები და ჩამოიტანენ იმ პროგრამას, რასაც თვითონ ეს ყველაფერს ამას მილანში აკეთებენ. თითის ვარჯიშობს რაფაელ ლიაო, იმ პროგრამით ივარჯიშებენ. კი ბატონო, აი ეს თაობა რომელმაც გაიარა მილანის, სწორედ აი ესეთი ის იქნება ერთკვირიანი და ეს იქნება რაღაცა არ მინდა რომ მშობლებს შეექმნათ ის ილუზია, რომ აი აქ რომ მოხვდებიან, რომ რაღაცა მერე მილანში წავლენ. არა, ეს არის რაღაცა განსხვავებული დროის პერიოდი, სადაც ბავშვები ნახულობენ რაღაცა განსხვავებულ სწავლობენ რაღაცა სხვას, რაც შეიძლება აქამდე არ ქონიათ დისციპლინას, ბევრი რაღაცაა ისეთი რაღაც განსხვავებული, რაც შეუძლია. პირველი კემპის შემდეგ თუ გამოჩნდა ვინმე ისეთი რამოდენიმე მაინც ბავშვი, რომელზეც თქვენს იტალიელებმა რომ ეს ბავშვი აუცილებლად იქნება მომავალი. ანუ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ
სადაც ჩატარებულა კემპი, აქ თავარი ჩამოდის, აი აგერ ჩანს კიდევაც ჩვენი მეგობარი ვინც არის ამ აკადემიის უფროსი არის და რამდენი კემპი აქვს წარმოიდგინეთ ჩატარებული, რამდენ ქვეყანაში ტარდება, ანუ არ მინდა რომ შემეშტო ძალიან ბევრი. ესეთი განსხვავებული ბავშვები და თაობა, ანუ არსად არ შემხვედრია, ანუ გაოცებულები იყვნენ და მონიშნული არის რამოდენიმე ბავშვი არ ვიცი, აქედან ასაკვირდებიან, იმიტომ რომ ცოტა რთულია 18 წლამდე ქართველი ფეხბურთელის ევროპაში წაყვანა, მაგრამ ჩემპიონატებში დაგვერება რთულია, მაგრამ კი, რაღაცა კითხულობენ და ზოგჯერ აი რაღაცა ბავშვები ვინც ჩაწერილი აქვთ, სულ კითხულობენ და აინტერესებთ ეს ვარჯიშებს, ვუგდებთ ხოლმე რაღაც ვიდეოებს და დაინტერესებული, ძალიან დიდი ინტერესი აქვთ მოკლედ და იყო, კი გამოჩნდა, რამოდენიმე ბავშვი, რამოდენიმე რაიონიდანაც იყო რაღაც არ მინდა რომ გამომჩეს და ძალიან ბევრი საინტერესო გამოჩნდა. კემპები კარგია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც რომ ისწავლონ როგორ უნდა მიუდგნენ საკუთარ შვილებს და მწვრთნელებს მისცენ იმის საშუალება რომ ბავშვებთან თავად იმუშაონ. კარგია ქართველი სხვა მწვრთნელებისთვის და საფეხბურთო აგენტებისთვის არის ალბათ 60, იმიტომ რომ ყველა ეს ნიჭიერი ბავშვი ერთად იყრის ხოლმე თავს და გიორგი, შენ მინდა გისურვო ბევრი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენა და მილანში მე მათი გაშვება და დაბინავება ან რომელიმე სხვა კლუბში და ტოპ ჩემპიონატში ამას არ აქვს მნიშვნელობა და მინდა კიდევ ერთხელ მიმართო მაყურებელს რომ ასეთი შანსი გამოიყენონ და რაც უფრო მეტი იქნება შესაძლებლობა რომ ევროპული გრანდების ასე ვთქვათ გზა გაიარონ თუნდაც მცირე პერიოდით ქართველ ფეხბურთელებმა კიდევ უფრო კარგი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ და მადლობა მოწვევისთვის. დაიწყება თუ არა ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგიერთდებით და კიდევ ბევრ დეტალს გავაკეთებთ. კარგი ტრანსფერი გემშვიდობები. მადლობა ძალიან დიდი, აუცილებლად.